ბათუმის საზღვაო პორტის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერება სავარაუდოდ ცეზიუმ 127-ია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღნიშნულ ნივთიერებას ხშირად იყენებდნენ კომუნისტების დროს სამრეწველო საქმიანობაში. ენერგეტიკის სამინისტრო ბათუმში საგანგებო ჯგუფი გამოგზავნა. რადიოლოგთა ჯგუფი ნაპოვნ რადიოაქტიურ ნარჩენებს შეისწავლის. ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალისტების განმარტებით აღმოჩენილი რადიოაქტიული ნივთიერება მოსახლეობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ჯართით დატვირთულ სარკინიგზო ვაგონში აღმოჩენილი ნივთი უკვე იზოლირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადატანილი. მომხდარის გამო პორტის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა მუშაობა დროებით შეაჩერა. მოჩენის შემდეგ ეს სწრაფად იქნა ინსტრუქციის თანახმად, წესის თანახმად იზოლირებული, დაყენებული იქნა პერიმეტრი და ასე რომ იქ რაიმე კონტაქტი ამ ნივთიერებასთან და ვინმეს დასხივება უკვე გამორიცხული არის ყველანაირად. რაც შეეხება ეს პერსონალს გულისხმობდა, რაც შეეხება მოსახლეობას, იქ საერთოდ გამორიცხული რაიმე ზემოქმედება, ვინაიდან ამ ნივთიერების ზემოქმედების რადიუსი არ ცვლდება რამდენიმე მეტრს იქით.